გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11-ზე, მე კეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცება დამოღებული 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის. განათლების კომიტეტში უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ. ცვლილებების თანახმად უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ახალი სისტემა დაინერგება. რეფორმის კონცეფცია მოიცავს ყველა აუცილებელ სფეროს. სიახლეა მათ შორის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-27 სასწავლო წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება. მარიამ ბუღაძე გვეტყვის უფრობეთს. 7 პუნქტისგან შემდგარი ეროვნული კონცეფცია იქნება გარანტი იმის, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდება. ცვლილებები ყველა საჭირო მიმართულებით განხორციელდება და უზრუნველყოფს, რომ საქართველოში განათლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს სწორედ სახელმწიფო დაფარავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სტუდენტს საშუალება ექნება ხარისხიანი განათლება უფასოდ მიიღოს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო გადადის 3+1+1 სწავლის მოდელზე, რაც ნიშნავს, რომ ბაკალავრიატი გამონაკლისების გარდა გახდება 3-წლიანი მაგისტრატურა 1-წლიანი, ხოლო მათთვისაც სურვილი ექნებათ, რომ სწავლა დოქტორანტურაზე გააგრძელონ, მოუწევთ მაგისტრატურის +1 წლის გავლა. იმისთვის, რომ თანაბრად კონდეთ ყველას ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით და ასევე მოხდეს დედაქალაქის განტვირთვაც, იგეგმება განათლების სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია, რაც ნიშნავს, რომ თბილისის შემდეგ საუნივერსიტეტო კერა ასევე იქნება ქუთაისში, ასევე ცვლილებები განხორციელდება რეგიონში არსებულ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც და ასევე განხორციელდება საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. რეფორმა ითვალისწინებს ხარისხის გაუმჯობესებას. ეს შეეხება როგორც ლექტორების, პროფესორების კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ დაფასებას და ასევე კვლევა-განვითარებას, ამასთან ერთად სახელმძღვანელოების მომზადებას. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი არის რეგიონალური განშტოება, ყველას, ვისაც აქვს უმაღლეს განათლებაზე სურვილი, რომ ისწავლოს, მათი გეოგრაფიული მდებარეობისა და სოციალური მდგომარეობისა, ყველა შეძლებს, რომ მიიღოს უმაღლესი ხარისხიანი განათლება. ჩვენ ვიცით, რომ დედაქალაქში არის 85%-იანი კონცენტრირება და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს რეგიონში განშლა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, რომ განურჩევლად მათი სოციალური მდგომარეობისა ყველა მიიღოს სწავლა-განათლება. სახელმწიფო იქნება ორიენტირებული იმ პროფესიებზე, გამოაცხადოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა სტუდენტების მიღება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გვყავდეს არადიპლომირებული უმუშევრები, განათლებული ახალგაზრდები, რომლებიც პოულობენ სამუშაო ადგილს, არამედ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ფაქტობრივად სწავლის დასაწყისიდანვე ეცოდინებათ, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ მათ ელოდებათ შესაბამისი დასაქმება სახელმწიფო სექტორში თუ კერძო სექტორში. ასევე სიახლეა იცით, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებული სტუდენტი ისწავლის სრულიად უფასოდ. კანონპროექტის განხილვა განათლების კომიტეტზე სულ რამდენიმე წუთში დაიწყება. დღესვე კანონმდებლების საკითხზე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. პირდაპირ ეთერში მარიამ ბუღაძე საუბრობდა. პარლამენტის შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებსაც განიხილავს. საქმე ეხება ცვლილებებს, რომლის თანახმად, როგორც სპონტანური, ისე არასპონტანური შეკრების ორგანიზატორებს ვალდებულება ექნებათ ღონისძიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილონ. უფრო ცლად საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ანა ბერძენიშვილი გვეტყვის. ცვლილებათა პაკეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებები შედის შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში სპონტანური ან არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის დროს ორგანიზატორი ვალდებული ხდება მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოს. იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაემორჩილებიან, ისინი პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციული
წესით დაისჯებიან მოქალაქეს თავისუფლების აღკვეთა 15 დღით, ხოლო აქციის ორგანიზატორს თავისუფლების აღკვეთა 20 დღით ემუქრება. განმეორების შემთხვევაში კი აქციის მონაწილეები და ორგანიზატორი სისხლის სამართლის კოდექსის 347 მუხლით დაისჯება, რაც თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით ითვალისწინებს. სახელმწიფო გუნდისთვის აღნიშნული ცვლილებების მიზანი არის, რომ იყოს ბალანსი დაცული აქციის მონაწილეებსა და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას შორის, რადგან აქციის მცირე ჯგუფი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას გადაადგილებაში დისკომფორტს არ უნდა უქმნიდეს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა იყოს მაღალი ხარისხით. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ამოფლების განხორციელება კორელაციაში და წინააღმდეგობაში არ შევიდეს ელემენტარულად გადაადგილების შესაძლებლობასთან. ერთი კონკრეტული ადამიანის უფლების რეალიზება იქ თავდება, როდესაც ის უკვე წინააღმდეგობაში მოდის სხვა პირის უფლების რეალიზებასთან, ამიტომ ეს უნდა იყოს დაბალანსებული მიდგომა, სწორედ ამ მიზნით შესაბამისი ცვლილებები შედის კანონმდებლობაში, როგორც სანქციების, ასევე კონკრეტული რეგულაციის დადგენის ნაწილში. ცვლილებების საჭიროება განაპირობა ერთადერთმა, რომ კონკრეტული ადამიანების აზრის და გამოხატვის თავისუფლებამ არ დაარღვიოს სხვა ადამიანების გადაადგილების უფლება. მივიღეთ კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდებოდა საგზაო მონაკვეთის გადაკეტვის აკრძალვას, თუ ამის საჭიროება არ იქნებოდა რაოდენობიდან გამომდინარე, იგივე შეეხება უკვე სავალ ნაწილსაც, მათ შორის ტროტუარსაც, სადაც მოქალაქეები გადაადგილდებიან, შეშმო პირები და სხვა. აქაც პოლიციას ერთ-ერთი ექნება უფლება და საშუალება, რომ შესთავაზოს, თუ ამის საჭიროება არ იქნება, უბრალოდ სხვა სულაგეზი აქციის ორგანიზატორი. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებზე იურიდიული კომიტეტი სულ რამდენიმე წუთში იმსჯელებს, დღესვე საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. მადლობა ანა ბერძენიშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცება დამოღებული უპრეცედენტო რაოდენობის 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. მათი ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება. რატი მეტრეველია პირდაპირ ეთერში. უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესი ქვეყანაში გრძელდება. ცოტა ხნის წინ მუდმივ მოქმედმა კომისიამ გაანადგურა დიდი ოდენობით დაახლოებით 12 სახეობის ნარკოტიკული საშუალება და სხვადასხვა ტიპის ფსიქოტროპული პრეპარატები, რომელთა ჯამური ოდენობა 926 კილოგრამს შეადგენდა, ხოლო ჯამური ფასი შავ ბაზარზე დაახლოებით 19 მილიონი ლარი იყო. მუდმივ მოქმედ კომისიაში შედიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სწორედ მათი დაკვირვების ქვეშ ხორციელდება აღნიშნული პროცესი. ნარკოტიკული საშუალებები ნადგურდება თანამედროვე სტანდარტის შესაბამის მაღალ ტემპერატურულ ღუმელში. ეს პროცესი პერიოდულად ხდება ქვეყანაში და დროის გარკვეულ მონაკვეთში დაგროვებული ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა სისხლის სამართლის საქმეებზეც განაჩენი უკვე გამოტანილია, მუდმივ მოქმედი კომისია კანონის შესაბამისად ანადგურებს. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შექმნილმა მუდმივ მოქმედმა კომისიამ სპეციალურ მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულებას ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება. ნარკოტიკული ნივთიერებების განადგურებას სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ უზრუნველყოფს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი. ასევე მონაწილეობენ მთავარი პროკურატურის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. განადგურდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე ამოღებული რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც რა თქმა უნდა შემდგომშიც გაგრძელდება. მინდა განვაცხადო, რომ პროკურატურას აქვს კაცრი პოზიცია ნარკოტიკული საშუალებების გამსაგებლებისა და ხელშემწყობების მიმართ, რაც გაგრძელდება ასევე მომავალშიც. როგორც უკვე გითხარით, ამ პროცესს პერმანენტული ხასიათი აქვს და მუდმივ რეჟიმში ნადგურდება უკანონო ნივთიერებები ქვეყანაში და შეიძლება ითქვას, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივ მოქმედმა კომისიამ უპრეცედენტო რაოდენობის ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. ეს რატი მეტრეველი იყო. ამ დრომდე არ არის პასუხი კითხვაზე, რა პოზიცია აქვს ალდეს ალიკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ალდეს წევრები კაია კალასი და მარტა კოსიც არიან, ალდეს პოლიტიკური ოჯახის წევრია ლელოც. ალდეს დუმილზე პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა. ლელო გახლავთ ალდეს წევრი, შესაბამისად ალიკო ელისაშვილი, მისი პარტია არის ალდეს თანამებრძოლი.
ეს არის ხომ ეხო თვითონ თქვეს, ამას ჩვენ ხო არ ვამბობთ. თვითონ თქვეს, რომ ტერორისტი არის მათი თანამებრძოლი. ალდეს თანამებრძოლი არის ტერორისტი. ასია. კი ბატონო, გასაგებია. ამის შემდეგ ჩვენ ასეც მოვიაზრებთ ლელოსაც და ალდესაც, როგორც ტერორისტის თანამებრძოლს. რაც შეეხება რატომ არ გმობს ამას? ამას თავის მიზეზი აქვს. დღეს ეს მოძალადე ჯგუფები სახელმწიფოს მხრივ სამართლებრივი პასუხი გაეცემა, თუმცა მისი მორალური ავტორიტეტი ვინც არის და მისი მორალური ავტორიტეტი გახლავთ ევროკომისარი X და ევროპარლამენტარი Y, აი ვინც არის მათი მორალური ავტორიტეტები, მათგან როცა დაგმომას არ იღებენ, ისინი წახალისებული არიან შემდეგი ძალადობისკენ. ერთი არის ნეიტრალური საქართველოს თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას ეხმიანება და მიაჩნია, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში საქართველოს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სრულყოფილი სტრატეგია უნდა ჰქონდეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭირო ახალი რეალობის გათვალისწინებით ქვეყანამ ნეიტრალური სტატუსის მისაღებად იმუშაოს. გსურს გამოვეხმაუროთ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რადგან აბსოლუტურად ახალ პოლიტიკურ რეალობას აყალიბებს. სამწუხაროდ, საქართველოს საგანმანათლებლო დონეზე დაფიქსირებული უსაფრთხოების სტრატეგია არ გააჩნია. გვაქვს მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ გარედან თავისმოხვეული კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ვერ პასუხობს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვერც ახალ მსოფლიო რეალობას. აღნიშნული ჩანაწერი კიდევ უფრო აბსურდული გახადა გასულ კვირას გამოქვეყნებულმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტმა, რომელშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ იცვლება ცივი ომის დასრულების შემდეგ არსებული პრიორიტეტები და შესაბამისად მნიშვნელოვნად იცვლება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა. ამ დრომდე არსებული სტრატეგიის მიხედვით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც ნატოს მთავარმა კონტრიბუტორმა და ალიანსის რეალურმა მმართველმა, აწარმოა გაფართოების პოლიტიკა, რისი ნაწილიც იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოს ნატოში სამომავლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საქართველო აღმოჩნდა ომში. დაგვეღობა მშვიდობიანი მოქალაქეები, გმირი ჯარისკაცები, ათეულობით ათასი ადამიანი იქცა დევნილად, მოხდა ტერიტორიების ოკუპაცია. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას უკავშირდება უკრაინის დამანგრეველი ომიც, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. წარმოდგენილი სტრატეგიის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიზნებში პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფას და აცხადებს, რომ უნდა დაასრულდეს ნატოს როგორც მუდმივად გაფართოებადი ორგანიზაციის აღქმა, რაც ამერიკის შეერთებული შტატებს პრობლემად მიაჩნია ევროპის უსაფრთხოებისა და მომავალი განვითარებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია არა მხოლოდ ზღუდავს ნატოს გაფართოებას, არამედ ზოგადად ალიანსის ამ ფორმით არსებობას ეჭქვეშ აყენებს. ჩვენ ვიღებთ მოცემულობას, როდესაც საკონსტიტუციო ჩანაწერით ქართულ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება იმოქმედოს ისეთ კავშირში გაწევრიანებისთვის, რომელიც ახალი წევრების მიღებას ოფიციალურად აღარ აპირებს და რომლის მომავალიც კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგია ეფუძნება მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის უპირობო აღიარებას, რომელშიც სხვა დიდ ძალებთან კონკურენციაში წარმატებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საკუთარი ინტერესების დაცვაზე ამახვილებს აქცენტს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დოკუმენტში სამხრეთ კავკასია საერთოდ არ ფიგურირებს, დაპირისპირებაში ბუფერული ქვეყნების პროქსი სახელმწიფოებად გამოყენების ალბათობა დიდია, ასევე აქტუალურია რბილი ძალის როლიც, რომელზეც არც ახალი ადმინისტრაცია ამბობს უარს. განსხვავება ისაა, რომ პრიორიტეტები სხვა საშუალებებს აქვს მინიჭებული, ვიდრე ქვეყნებში ვოუკ კულტურის კულტივირება ან იდეოლოგიების შეტანაა, როგორც წინა 10 წლეულებში. მიგვაჩნია, რომ უკრაინაში ომის დასრულების და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სრულყოფილი სტრატეგია, სადაც მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული ჩვენი ეროვნული ინტერესები. სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად ადეკვატურად უნდა იქნას გააზრებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი ხედვა, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის გლობალურ პოლიტიკას. უპირველესად, თვალი უნდა გავუსწოროთ ახალ რეალობას, ქვეყანა გამოვიყვანოთ ევროილუზიიდან და ვიმუშაოთ ნეიტრალური სტატუსის მისაღებად. მართველი გუნდი ბრიტანეთის ელჩის გზავნილებს დეზინფორმაციულს უწოდებს. მათი თქმით, BBC-ის სიუჟეტის შემდეგ დიპლომატის განცხადებები ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ბრიტანეთის საელჩო ელჩის სტუდენტებთან შეხვედრის, ამ შეხვედრაზე განხილული საკითხების და ელჩის გზავნილების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსთან დაზიანებულია, რადგან არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა დაბრუნდება ევროატლანტიკურ გზაზე. გააქვს რამე პრეტენზია? ვინმე მგითხრა უარი, რომ დავждეთ და საგლობრივად გავიაროთ? თუ შენ დამისაბუთებ, რომ
რაღაცაში ვცდები და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად არ ვიქცევი და მე ვერ უარყოფ ამ დასაბუთებას, მაშინ კეთილს ვინმე წავალ და ამას გამოვასწორებ. მაგრამ, როდესაც მე მაქვს არგუმენტები და შენ მელაპარაკები ლოზუნგებით, მაშინ ეს დიალოგი ვერ შედგება. ჩვენ არასოდეს გადაგვიხვევია ევროინტეგრაციის გზიდან, ეს ძალიან კარგად იციან საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა. სამწუხაროა, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელიც სრულად უსამართლოდ ექცევა ჩვენს ქვეყანას არის დიდი ბრიტანეთი, თქვენ გახსოვთ BBC-ს სრულიად ყალბი სიუჟეტი აქციების დაშლასთან დაკავშირებით, ახლა ელჩის განცხადება, მათ შორის მათი პარლამენტის წევრების, მინისტრების განცხადებები, სამწუხაროდ ეს უსამართლო დამოკიდებულება ამ ქვეყნიდან აშკარად და ღია ჩანს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა რეალიზაციის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო ღირებულება 750,000 ლარს აღემატება. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქეს საქართველოდან გააძევეს. ისინი ინდოეთის, ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, კუბის, ნიგერიის, ეგვიპტის, ლიბანის, კამერუნის და პაკისტანის მოქალაქეები არიან. მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის მესამე კვარტალში $533 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც 2024 წლის მესამე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია. ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს, მონაცემების მიხედვით ამ პერიოდში რეინვესტიცია $340 მილიონზე მეტია. სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გურამ ოდიშარიას სცენარით შექმნილი სპექტაკლის სასწაულის მოლოდინში პრემიერა გაიმართა. რეჟისორ გიორგი კაშიას სპექტაკლში წარმოდგენილია 80 წელს მიღწეული ქართველი და აფხაზი მეგობრის სოხუმში შეხვედრა. სპექტაკლის პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად დაესწრო. ეს სპექტაკლი კიდევ ერთხელ აღწერს და ადასტურებს იმას, რომ ქართულ-აფხაზური კულტურა არის ერთიანი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ის ერთობა, ის ურთიერთპატივისცემა, რაც წლების მანძილზე, ისტორიის მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, აუცილებლად მშვიდობით იქნება მიღწეული. ძალიან საინტერესო იყო ეს პროცესი მუშაობის სოხუმის თეატრში და სიმბოლური რომ სოხუმის თეატრში მოხდა დღევანდელი დღე და მე ვისურვებდი, რომ ყველა ერთად აღმოჩენილიყავით სოხუმში. ქრონიკა 11-ზე დასრულებულია, ეთერში 14 საათზე დავბრუნდებით დროებით.